თუ წარმოიდგენდი, რომ მოხდებოდი გადაცემაში, რომლის სტუმრებიც არიან ემიგრანტები. საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს ემიგრანტობა. მოვსინჯი ასევე მუშაობა დელივერი მიმართულებით. მათ შორის Amazon-ზე. ფილარმონიის ან ევროვიზიის დიდი სცენიდან Amazon-ის კურიერობამდე რამდენი ნაბიჯია? ბევრს ქონდა კითხვა, რომ Amazon-ზე რატომ მუშაობ? ანუ Amazon-ზე. შენი პოლიტიკური შეხედულებების გამო თუ გიგრძნია რომ ფანები დაკარგო. ვისაც უნდა იყოს ქოცი, ვისაც უნდა იყოს მოწი. იყო კომენტარები, რომ აი ხე ნოდეკო ტატიშვილი თუ აღარ იმღერებს. როგორც მე და შენ არ დაგვიშავებია არაფერი, ისე რომ იმათაც არაფერი არ დაუშავებია. ეხა შედან ციხეში მე წავიდე და ვიმღერო იმ ადამიანის კონცერტზე, ვინც ეს ადამიანები 2 წლით გამოკეტა. დღეს აი ნოდიკო ტატიშვილი მაინც როგორც მომღერალი დაიჩაგრა. წარმოიდგინეთ რა ქვეყანა ვართ, რომ პაატა ბურჯულაძე ზის ციხეში. როგორ ფიქრობ, მაინც შენი კარიერა ამა თუ იმ პოლიტიკამ ხوار აპამპულავა? ძალიან მაგრად მუშაობდი საქართველოში. და ის რომ გავჩერდი ამან ფინანსურად რა თქმა უნდა. დამარცხე. ოპოზიციის მიმართ რა დამოკიდებულება გაქვს ის? პარტიები არ არის ჩემი ინტერესის სფერო. მოგწონს ისინი თუ არა? რაღაცა ლეღვი პარტია რა აღმოცენდეს ახალი და მეტი არაფერი არ იყოს. ავალ და имас მივცენ ხმას, ოღონდ ესენი წავიდნენ. თანამედროვე შოუ ბიზნეს რაში ჩამორჩით? მადლობა ღმერთს ჩემი იოგებისთვის. გრემი უნდა დავდო სახლში. დილა შუადღე და საღამო მშვიდობისა, იმის მიხედვით თუ პლანეტის რომელი წერტილიდან გვიყურებთ, ეს არის გადაცემათა ციკლი ამერიკის შეერთებული შტატებიდან უეჭველი ქართველია. მე ალექსი მეგრელიშვილი ვარ, პროექტის კადრებზე ზრუნავს ნიკა ბერძენიშვილი. მანამ სანამ დღევანდელ ინტერვიუს დავიწყებთ, არ დაგავიწყეთ, რომ გამოვყვეთ სოციალურ ქსელებში, მათ შორის მოგძებნეთ YouTube-ზე და გამოგვიწერეთ, რათა ნახოთ ამ გადაცემის სრული ვერსიები. რაც შეეხება დღევანდელ სტუმარს. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი არის მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი. მოგესალმები, გამარჯობა ნოდიკო. გამარჯობა. მივესალმები ყველას მართლა დილა მშვიდობისა, შუადღე მშვიდობისა და საღამო მშვიდობისა, ვინც ახართ იმის მიხედვით. რაღა დილა მშვიდობისა. შენი გადაცემის სახელით. რო ხოცი რომ დადიხარ. აქ ზოგადად რომ მიდიხარ რა, სადმე თუნდაც ეხა მე რო აქეთ ვარ ძირითადად, რო შევხედა ხომ ეს უეჭველი ქართველია ვამბობ და ძალიან კარგი სახელია შენი გადაცემა. მადლობა. მაგიტო დავარქვი, სხვათაშორის მეცაც გეტყვი, გრამატიკულად სწორი არ არის. გრამატიკულად სწორი არის უეჭველად ქართველი, მაგრამ მაინც უეჭველი ქართველია დავარქვი, იმიტომ რომ უეჭველად ქართველიაო არ ამბობენ აქ და როგორც ამბობენ, მინდოდა რომ ყოფილიყო ნაღდი სახელი და რაც შეეხება დილა მშვიდობისა, შენ ხარ საათ ნახევარი დაგვიანებული რესპონდენტი და უკვე შუადღეა მინდა გითხრა და შუადღე მშვიდობისა შეგეძლიათ. ნახევარი საათ დავაგებ, მანქანას ვაჩერებდი მეორე ნახევარი საათი და ბოდიში. კაი, გეპატიება. როგორ ხარ? კარგად. კარგი ამინდია. გადასარევი ამინდია ვაშინგტონის სპერსში ვართ. ხო. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია მანჰეტენზე, სადაც ძალიან ხშირად ყურსასმენები ჩდები, უსმენ მუსიკას და აი მართლა მეტი არაფერი არ მჭირდება იმ მომენტში. იმისთვის რომ ვისი ამოვნო და დავისვენო რა. სხვადასხვის ხშირად ისეთი კარგი მუსიკა ისმის და ქუჩის მუსიკოსები არიან ხომ ესეთი ვირტუოზები, რომ აი ხა უკრავენ ხო, და ნამდვილად შეგვიძლია რომ გავისეიროთ. სხვადასხვის შენი სტუმრობა ამ გადაცემაში დიდხანს გავწელე, დიდხანს მქონდა გონებაში, მაგრამ თავს ვიკავებ ხოლმე ცნობილი ადამიანების ამ გადაცემაში მოწვევისგან. ესე ხანდახან ვაპარებ ხოლმე, მაგრამ აი თუ არჩევანი მაქვს, ვინ მოვიწვიო, ცნობილი თუ ადამიანი, რომელსაც არ ქონია ჯერ დრო, რომ საზოგადოებას გაცნობოდა, უცნობ ადამიანებზე ვაკეთებ ხოლმე არჩევას, მაგრამ მაინც გადავწყვეტ თქვენ სხვა ადამიანები ხართ ცნობილი ადამიანები. ამიტომ კეთილი იყო შენი ამ გადაცემაში სტუმრობა და მიხარია რომ დღეს ხო. ისაც არ გაკლია შენ ნახვები და რეიტინგები, მაგრამ კი ბატონო. პრომეტი გექნება 10 და 10. კარგი, მოდი გვითხარი, რატომ ხარ ამერიკაში? როგორია შენი ცხოვრება? ბევრმა ადამიანმა შეიძლება იცის, რომ შენ წელიწადის განმავლობაში უმეტესად ცხოვრობ ამერიკაში, ბევრმა შეიძლება საერთოდ არ იცის და პირველად გხედავს. სულ პირველად ამერიკაში ჩამოვედი 2012 წელს. კონცერტი ტარდებოდა და მარინამ და ამერიკა ბერიძემ რომ ამერიკაში წამოხვალო ნიუ-იორკშიო და რაღაცნაირ პასუხი უთხარ იცი. ხო, რავი, წამოვალ მეთქი. ხო, რავი, წამოვალო რა პასუხია. აჯაი, ხო იყავი ღირსი ეთქვა რომ შენ აღარ წამოხვალ. ხო, დაეტიე მან სადაც და მოკლედ მაშინ მე პარინა ლანა ქუთათელაძე, მანანა მორჩილაძე, სალომე ბაკურაძე, მოკლედ და კიდე სხვა ადამიანები. ჩამოვიდით, ასაა ჩვენი მასპინძლები
იყვნენ გურამი და ეკა, რომელზეც მე უფრო კარგად მოგიყვები, ვინ არიან ეს ადამიანები. კი ბატონო. საოცარი ადამიანები. ხო და იცი რა არის, ჩემი ოცნება ეს სიტყვა არ მომწონს. ჩემი ნატურა არ იყო, რომ აუ ამერიკაში უნდა ჩავიდე. ნუ სურვილი მქონდა რომ მენახა ნიუ-იორკი მიუზიკლები, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რაღაც ჩემი აი ნომერ პირველი ნატურა არ იყო და რომ ჩამოვედით. წავიყვანეს სანდრა ბალუკის სახლში. აჰა. აქვე არის. კი, ნახე მოგხსოვს და მოკლედ გამოვიძინეთ ყველამ, იქ ცხოვრობდით, გამოვიძინეთ და მეორე დღეს რო გამოვედი, რაღაცნაირად მივხვდი, რომ ეს ქალაქი ისე მიყვარდებოდა. რომ აქედან რომ მივფრინავდით მეც და სალომესაც ცრემლები მქონდა თვალზე მომდგარი. იმიტომ რომ საოცარი დრო ვატარეთ. ჯერ ესეთი მიუზიკლები, მეტ ოპერაში ვიყავით, ბლუნოუთში ვიყავით. ყველაფერი ვნახეთ, ვიმღერეთ, აი ძალიან კარგი დრო ვატარეთ ჩვენ სადაც ცხოვრობდით სახლში, სადაც გითხარი. სანდრა ბალოკის სახლში რა გინდოდა? ანუ სანდრა ბალოკმა მოგაქირავათ ბინა. ჩვენ მასწავლებლები ვინც იყვნენ, მათი ახლობელი არის ძალიან და ზოგადად ესე რაღაცა საპატიო სტუმრებს უთმობს და რაღაც. გასაგები. ჩვენს მოვყევით ჩვენი მეგობრების კატოს და გეგას გამო აი ამ ამბავში. კი ბატონო. და მოკლედ იმის მერე შემიყვარდა ამერიკა. აჰა. და რაღაცნაირად მივხვდი რომ მოიწამე. ხო, აი ოდესღაც მე ამ ქვეყნის ნაწილი გავხდებოდი რა. იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა, სადაც აი რომ დადიხარ სუნთქავ რაღაც თავისუფლების სურნელს. ეს არის ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მაღალი და საუკეთესო დემოკრატიით გამოირჩევა. ეს არის ქვეყანა, სადაც ყველა გზა ხსნილი გაქვს და თუ შენ შრომის მოყარე ხარ და თუ შენ მიზანი გაქვს და თან ცოტა თუ გაგიმართლა. აუცილებლად გაქვს იმის დიდი შანსი რომ მიაღწიოს საწადებს. და რაც ყველაზე მთავარია, დრო დადიხარ ადამიანებს უყურებ, როგორი ბედნიერები არიან. ყველას თავის ცხოვრება აქვს. ყველა დადის ისე როგორც უნდა, ყველა აკეთებს იმას რაც უნდა, ყველასაცვია ის რაც უნდა. გინახავს ხო ძალიან ბევრი ხა საქართველოში ესე რომ გაიარონ ადამიანება რაღაცნაირი აბსტრაქტული რაღაცნაირი ცოტა ჩვენთვის უცნაური კოსტიუმებით შეიძლება თქვათ რომ ეს არ არის ხა კარგად მაგრამ ამერიკა ეგ არის რომ აი ხონის ფსიქიატრიულში ამოაყოფინებენ თავს. აუცილებლად კი თან ეს პროპაგანდა იტყვის რომ აი არ შეიძლება ხო და აქ არის გარემო ისეთი რომ სადაც შეგიძლია უბრალოდ აი თავისუფლად ისუნთქო და თავისუფლად იცხოვრო რა და 3 წლის წინ გავაკეთე ესეთი кейსი, ახო ბევრი кейსია. რაც რის შემდეგაც მე იღებ ცხოვრების უფლებას. ან ვერ იღებ ცხოვრების უფლებას. და ერთ-ერთი кейსია ესეთი ექსტრაორდინალური ტალანტის არტისტი, ანუ კი. რომელსაც იცებენ. ესე იგი შენ უკვე გაძლევენ ცხოვრების უფლებას. ანუ ხდები ამერიკის მუდმივი მაცხოვრებელი. ანუ იღებ უფრო მარტივად რო ვთქვა ტელემაყურებელს წვანებ არაც green cards. კი, ეს არის საკმაოდ ისეთი იშვიათი, ანუ ეს დოკუმენტის ეს ტიპი არის დოკუმენტი, რომელიც ესე ხშირად არ გაიცემა და გაიცემა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან განსაკუთრებული ტალანტის მქონე ადამიანები და არა მხოლოდ ასე ვთქვათ, ის რომ თავის სფეროში უბრალოდ არის მაგალითად კარგი მომღერალი, არამედ ერთ-ერთი მოწინავე უნდა იყოს თავის სფეროში და მათ შორის საერთაშორისო აღიარებები უნდა ქონდეს და მოკლედ მთელი ესეთი ბექგრაუნდი უნდა ქონდეს, რომ ეს ანუ ამას დათანხმდეს საიმიგრაციო სამსახური. კარგად მღერი და სტატუსი უნდა მომცე, ესე არის ძლიერად. უნდა დაამტკიცო შენი ჯილდოებით, შენი მიღწევებით, შენი საერთაშორისო მიღწევებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომ ამერიკამ დაგიჯეროს, რომ შენი განსაკუთრებულობით დაეხმარები ამერიკას და ხო. არტისტი არ ხარ, ანუ შენ გაქვს ბევრი მიღწევა. ხო და ნუ ძალიან მალევე მომივიდა დამტკიცებული кейსი, პასუხი რომ ანუ მოხსე შენ მოგენიჭა სტატუსი რომ ხარ ექსტრაორდინალური. ეს გამოგზავნე საქართველოსზე, ხო? კი, მე საქართველოში გავაკეთე, იქიდან გამოვაგზავნე. კი ბატონო. და მოკლედ მე მივიღე ეს მწვანე ბარათი და უკვე 3 წელი ეს დავფრინავ წინ და უკან. ადრე მარტივი იყო, პატარა ვიყავი და ეს დიდი ფრენები უფრო მარტივი იყო. ეხლა ეთყობა ნელა ასაკში რომ შედიო. უკვე ხვდები ხოლმე რომ თვითფრენაში გეძინება? უკვე ხვდები რომ თვითფრენას ვახდე და აი რო ვფიქრობ რომ ეხლა აქედან იქამდე უნდა ვიფრინო 12 საათი. მოკლედ, მაგრამ ეს არის ქვეყანა და ეს არის ქალაქი
რომელიც ძალიან მიყვარს. და დაახლოებით აი წელიწადის განმავლობაში რა ქოტით ხარ საქართველოში და რა ყოველ წელს 6 თვეზე მეტი ვარ აქ. აჰა. აი როცა დაუშვათ გასტროლი მაქვს ევროპაში ან კანადაში ვიმღერე ან ასე შემდეგ. აქედან მიფრინავ ხოლმე და ესე უკან ბრუნდები, იმიტომ რომ ამ სტატუს თავის რაღაც წესები აქვს, რაღაც პერიოდი უნდა იყო აქ და ასე შემდეგ და ასე. გასაგებია. და ეს არის თან როგორი ქვეყანა, იცი აი უბრალოდ არ უნდა ჩაიდინო დანაშაული და გადაიხადო ტაქსები. ამ გადასახადები. კიცხოვრე და იბედნიერე ისე როგორც შენ გაგიხარდება ეს. ძალიან მნიშვნელოვანია რა. კი ბატონო. ეხა უფრო მეტად მნიშვნელოვანია და გამძაფრებულად იგრძნობა. კიდე უფრო დიდი კონტრასტია ჩვენ სამშობლოსთან. უფრო მეტად ხვდები. სათხარი ხა აქ ფიზიკურად. და სად არიან შენი ოჯახის წევრები, შენი მეგობრები, შენი თანამოქალაქეები და ზოგადად ხალხი იქ სად ცხოვრობს, რომ შეიძლება ტროტუარზე აი აქ ესე რომ დადგე, რომ შეიძლება დაგიჭიროს უცებ ვიღაცამ. ხო და ანუ ეს ძალიან დიდი კონტრასტია რა, ძალიან დიდი კონტრასტია. ამიტომაც მე მინდა რომ ჩვენი ქვეყანა საქართველო იყოს თან მალე მინდა რომ ესე იყოს, იმიტომ რომ რაც ახლა შვილი ყავს, მას შემდეგ უფრო მეტად მინდა რომ სწრაფად დაალაგდეს ყველაფერი, რომ ჩამოყალიბდე დემოკრატიულ თავისუფალ სახელმწიფო და მინდა რომ აი რაღაცა ესეთ სახელმწიფო იყოს, სადაც ადამიანებს რო გახვალ ქუჩაში დაინახავ აღიემებულს, ბედნიერს და რაღაცნაირად სოციალურად უზრუნველყოფილს და ხო, ანუ ვისაც ესე აქაც არიან ჰომლესები ან ვისაც სახლი არ აქვს, ხო, დაუშვათ, მაგრამ აქ ბევრი სოციალური დახმარება, უბრალოდ ალბათ არ ვიცი რატო ხდება ესე, ანუ ამ ხელა ქვეყანაში შეიძლება ქალაქში გამოხვიდე და დაინახო ერთი ან ორი, უბრალოდ მას მოწონს ალბათ ესეთი რაღაც ცხოვრების წესი, არ ვიცი. სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აქ ესეთი სოციალური დახმარებაა, რომ ფიზიკურად რომ სულ თავი მოიკლა არ მოხშივდება. ხო, იცი ახლა ძალიან კარგად არ მოხშივდება. თუ ცუდად იქნები, წამლის პული ყოველთვის გექნება. როგორც შრომოფემის მიხედვით იქნები. ალბათ. როგორც იშრომე. აჰა. აგერ აქ მუსიკოსები დაგახვედრე და ეს ბექგრაუნდად გააგვზდეს სარაჩეულებრივი ჯაზმენების. იგლე გახედოთ. ნოდიკო ტატიშვილი, ესეთი ცნობილი, წარმატებული, მოთხოვნადი მომღერალი, ვარსკვლავი. ამ სიტყვას ასე ვთქვათ, ქილიკიც მოსდევს ხოლმე საქართველოში, რომ ეს ქართველი ვარსკვლავობა რა ვარსკვლავობაო, მაგრამ კი, ხარ ქართველი ვარსკვლავი, ხო ისე, მაგრამ ყველაფერს ერქვას თავის სახელი. წლების წინ თუ წარმოიდგენდი, რომ მოხდებოდი გადაცემაში, რომელიც არის ემიგრაციაზე და რომლის სტუმრებიც არიან ემიგრანტები. თუ მიიჩნევ, რომ შენი ამერიკაში აქ ცხოვრება, ეს ემიგრაცია არ არის. კი, როგორ არა, ეს ნაწილობრივ ნამდვილად არის ემიგრაცია, იმიტომ რომ მეც ზუსტად როცა აქ ვარ, ისევ ცხოვრობ როგორც ემიგრანტია. იმიტომ რომ მოგვიყავი მაშინ როგორ ცხოვრობ, რა საქმიანობ ამერიკაში. მუშაობ მეც აქ, ანუ ნაწილობრივ უბრალოდ განსხვავდება ჩემი ემიგრანტობის სტატუსი იქიდან გამომდინარე, რომ მე შეიძლება წელიწადში 6 თვე ან 5 თვე საქართველოში შეგიძლია. ხო. ანუ მარტივად შემიძლია წავიდე, მარტივად შემიძლია წამოვიდე. მაგრამ რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ჩემი ცხოვრება არის ემიგრანტის ცხოვრება. აბსოლუტურად და არ არის ეს მარტივი. ჩემ თავზე არ ვისაუბრებ. მე ბევრი რაღაც გადავლახე, ძალიან მალე ფაქტობრივად შევეცადე რომ მალე ავყოლოდი ამერიკაში ცხოვრების ტემპს, იმიტომ რომ ახ თუ ამ ტემპს ვერ ყვები. ძალიან ბევრი ვიცი რომ ქუცი ხურავს და მიდის უკან, იმიტომ რომ უბრალოდ ამ ტემპს ვერ ეწევა. და თუ ამერიკაში ჩამოდიხარ, იმიტომ რომ რაღაცას მიაღწიო, ან უბრალოდ იცხოვრო და ნორმალურად და კარგად იცხოვრო, მაშინ მზად უნდა იყო იმისთვის, რომ ძალიან ბევრ წინაღობას შეხვდები და ამ წინაღობაზე ესე გადააბიჯო, გადახვიდე და გარძელო ცხოვრება. რას გადააბიჯე და როგორია შენი ყოველდღიურობა ამერიკაში? ჯერ ერთი ჩამოვედი ქვეყნიდან, სადაც ყველა კარი ჩემთვის ღია იყო და დღესაც ღიაა და სულ იქნება, იმიტომ რომ
რაღაცნაირად ეს რაღაც სიყვარული რაც იქ ტრიალებს ჩემს საახლობლოში, სამეგობროში, თუ უბრალოდ ჩემ გულშემატკივრებში გქონდა რომ სულ იქნება. და აი თუნდაც უცხო ადამიანებში, ხო, ან ასე შემდეგ. და ჩამოვედი უცებ ქვეყანაში და ქალაქში, სადაც არავინ არ გიცნობს. როცა მიჩვეული ხარ, რომ ყველა ნოდიკო გამარჯობა გიღიმის და ასე შემდეგ, უცებ ჩამოდიხარ და არავინ გამარჯვებას არ გეუბნება, არავინ არ გიღიმის. ნუ რა თქმა უნდა, თუ ქართველი შეხვდება, რომელიც ის რო შეხედავ ეს უეჭველი ქართველია, რო იტყვი და უცებ რო გაგიღიმებს ნოდიკო როგორ ხარ? ხო, რა თქმა უნდა, სხვათაშორის ძალიან ბევრი ქართველია. 2012 წელს მე მანჰეტენზე ქართველი ვერ ნახე. და აი ხა 3 წლის წინ ჩამოდი იმდენი ქართველი ვნახე, რომ მე კითხვას ვამდე რომ და საქართველოში ვინ დარჩა, ანუ გონია რომ ყველა აქ არის ამოსული რა. ხო და გიწევს სამსახურის ძებნა, შეიძლება ზუსტად ის ვერ აკეთო რაც გიყვარს. იცი რა არის, ეს არის ქვეყანა, სადაც არ უნდა დაიწყო, აი ხა მე ამას ვერ გავაკეთებ, მე ეს არ შემილია, ან მე ამის გაკეთება მწვენია, ან შრომა არ არის სირცხვილი. რა თქმა უნდა. და ზოგადად გონია რომ ადამიანი ვისაც შრომა ეს სირცხვილება, რაღაცა ცოტა მეტი უნდა იფიქროს ამ ყველაფერზე, რომ ნამდვილად არ არის შრომა სირცხვილი რა. რაღაცა შორიდან უვლი რა ხდება. არა, უბრალოდ მე გამიმართლა, იცი რაში გამიმართლა, რომ მე გამიადვილდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე არ დამიწყია ბინის ზევნა. და რო ჩამოვედი, იმის შემდეგ ვცხოვრობ ჩემს მართლა აქაურ ოჯახთან. წეგან ვახსენე, ეს ორი ადამიანი გითხარი მე მოგიყვებით ხო? ჩემი კატო და გიგი, ჩემი ნათლულის ლაზარეს ოჯახში. და ვერც მადლობასაც ვამბობ, ხოლმე ცოტა მწვენეა, ხო იცი, იმიტომ რომ მგონია რომ არ არის საკმარისი ხო, სიტყვა. მადლობაც არ არის, არაფერი არ არის რა, იმასთან შედარებით, რაცაც ეს ადამიანები ჩემს აკეთებენ. ნუ ნამდვილად ეგრეა. აი რომ მithქვამს ხოლმე რომ დიდი მადლობა და ხვდები რომ აი რა მადლობა, ეს ძალიან მიზერია იმასთან შედარებით, რასაც ისინი აკეთებენ, იმიტომ რომ შენ აქ იცი ახლა რომ ჩამოხვალ და რო ხდება სახლი, კარი, ადამიანები, ვინც შენზე ზრუნავენ, რაღაცა, იცი რა, აი რო ჩამოდივარ ხოლმე აქაც ოჯახში, ეს ჩემი ოჯახი. ამ გადაცემას მათთან ერთად არ უყუროთ, თორე გაწითლდები მე. არა, ამ გადაცემას საერთოდ არ ვეტყვი რომ გავა და YouTube-ს დაიდება, იმიტომ რომ აუცილებლად მე მისაყვედურებენ, იმიტომ რომ ვებნე ხოლმე მადლობას, საყვედურებენ რომ კარგი რა მადლობა და არა და მართლა მადლიერების განცდა მაქვს. ისეთი რომ მეტი არ შეიძლება, იმიტომ რომ ვერც ალბათ ცხოვრების ბოლომდე ამ მადლობას რაც მართლა გულში ვერ გადავა. ხო, კი ბატონო, ნამდვილად ესე არ ეს ყველაფერი მე დამეხმარა იმაში რომ შედარებით შემსუბუქებოდა ყოფა აქ. მაგრამ რა თქმა უნდა მე სამსახურის ძებნას რო იწყებ, ვიღაცას დაუვარდა საყურე და ცოდვა. მაგრამ როგორ ნავიპოვოთ ეს დაუვარდა? ოქრო არ არის და ბიჟუტერია და ბიჟუტერია თუ არ ინერვიულებს, შეიძლება ინერვიულებს. ავი სად დავდო? აი იქ დავდოთ სად. გამკიდია და გავაგზავნოთ. ხო და ანუ ძალიან ბევრი რაღაც მოვსინჯე. სხვადასხვა რაღაც მოვსინჯე. მოვსინჯე ასევე მუშაობა დელივერი მიმართულებითაც, მათ შორის Amazon-ზეც მოვსინჯე. ბევრი რაღაც ვსადე. ნუ გარდა იმისა, ეხლა რომ მღერი და კონცერტები მაქვს ხოლმე, ხო? ხან სადვარ, ხან რაღაც დახურული ივენთი მაქვს, ხან კორპორატიული, ანუ დაბადების დღეა, ქორწილია, გარდა ამისა მღერი აქვს. არ ვიცი სახლის თქმა შეიძლება თუ არა. კი, როგორ არის? უბანი მიდტაუნში, რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეულად საუკეთესო ქართული რესტორან ლაუნჯი მანჰეტენში. რომელიც გამორჩევა გარემოთი, თავის კერძებით, თავის ყველაფრით და მღერითან ისეთ რეპერტუარს, რომელიც ძალიან მიყვარს. ქართული სიმღერები, კვერნაძე, ცაბაძე, ლაღიძე, კახიძე, ბასილაია, ასე შემდეგ. და ასევე ამერიკულ რეპერტუარს, Frank Sinatra, Tony Bennett-ის რეპერტუარიდან
ამ just სტანდარტებს. დავარდობის ეს ქიმის ნაცვლა ამბულს გამოწვი შენზე უჯირო სერდით ამისრებს დავარდობის ეს ქიმის ნაცვლა ამბულს გამოწვი შენზე უჯირო სერდით ამერიკაში ნოდიკო ტატიშვილი ძვირად ანაზღაურებადი მომღერალია? რა ვიცი, ჩემი საქმეა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს საქმეს და ჩემ თავსაც ამ საქმეში. მე თუ მივდივარ ივენტზე და ყველა ივენტზე ვერ მივდივარ ხოლმე ან არ მივდივარ, როცა მომწონს პირობები და ასე შემდეგ და მივდივარ ივენტზე, მოკლედ მე იქ მივდივარ, იმიტომ რომ ვიმუშაო. ვერ ვიმუშავებ პირდაპირ ვიკითხა იმ ფასად, რომელიც არ მაქსნობინებს თავს კარგად. როგორ ფიქრობ, აი ფილარმონიის ან ევროვიზიის დიდი სცენიდან ამაზონის კურიერობამდე რამდენი ნაბიჯია? და აი როდესაც პირველად წახვედი, თუნდაც ამაზონზე რომ მიგეტანა კონკრეტული პაკეტები ადამიანებისთვის, ხომ არ ქონდა მაინც ის გააცდა, რომ აი რაღაცა დაჩაგრულად ხომ არ იგძენი თავი როგორც მომღერალი. არა, რატო? ანუ მინდა მე თუ მომინდა. დიახ. რომ მქონდა ძალიან ბევრი თავისუფალი დრო. ბევრს მქონდა კითხვა, რომ ამაზონზე რატო მუშაობ? ანუ ამაზონზე ხო და თუ აბა რა ვაკეთო, ანუ მე რომ ამერიკაში ჩამოვდიოდი, არ წამოსულა ამბიციით. რომ როგორც კი ხა მე ამერიკაში ჩავალ, ეგრევე გრემს მომცემ. იმიტომ რომ ესეთი ამბიციით ვინც მოდის, რომ როგონია რომ აქ რო ჩამოვა მეორე წუთას მილიონერი ხდება, მინდა ყველას უთხრა, რომ და ვთხოვო კიდეც რომ აი ამ ამბიციით არ ჩამოვხდი, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი მინიმუმ 1-6 თვე ხო გჭირდება აქ რო ჩამოდიხარ, რომ გონზე მოხვიდე. გადმოეწყო აქაურობაზე, აქაურ რაღაცა რიტმში ჩაჯდე და დაიწყო მერე სრულფასოვანი ცხოვრება და ძალიან ბევრი ჩემი ახლობელიც მეუბნება, რომ აი როგორ მინდა ამერიკაში წამოსვლა, იქ რა მაგრა ვიქნები და უხსნი რომ კი მაგრა იქნები ოდესღაც. ან ცოტა უფრო მალე, ან ცოტა უფრო გვიან, ან კაცმა არ იცის როდის, მაგრამ ის რომ ამერიკაში ჩასვლა ნიშნავს მეორე დღეს ფეხის ფეხზე გადადებას და კი ბატონო. რა კარგია ცხოვრების სახელს, ეგრე ნამდვილად არ არის. ვინც აქ აპირებს ჩამოსვას, უნდა იცოდეს, რომ მოუწევს 1000 ჯერ უფრო მეტი შრომა, ვიდრე საქართველოში. გრემი ახსენე და ეხლა გამახსენდა, რომ საქართველოში შენს ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ახსენე, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არ ვიმღერებ არც ერთ სახელმწიფო კონცერტზეო. კი და მე ამ ვიდეოს ქვეშ იყო კომენტარები, რომ აი ეხლა ნოდიკო ტატიშვილი თუ აღარ იმღერებს. აქედან გამომდინარე მინდა კითხო, შენ როგორ ფიქრობ, რა დონის მომღერალი ხარ და შორეულ პერსპექტივაში თუ არის აი თუზის გონებაში რომ გრემი მიიღო? კი, სანამ მოვკვდები, გრემი უნდა დავდო სახში. აუცილებლად. და ზუსტად ვიცი რომ მივახცევ. და თუ გინდა გეტყვი რატო ვიცი ზუსტად. მითხარი. არ არსებობს რამე. რაც ვინატრე და არ მოხდა ჩემ ცხოვრებაში. აი გითია, აი უბრალოდ არ არსებობს რა. ერთადერთი რაც უნდა მოხდეს, ეგ არის ის რომ გრემი უნდა დავდო სახში. რამე ჯადოქრული ელექსირი გაქვს? არა. რამე მანიფესტაციები ახლა არა, უბრალოდ წმენა იმის რომ შენ შეგიძლია და წმენა იმისა რომ თუ რაღაცნაირად არ გაფუჭდები და არ გაბინძურდები და ეცდები რომ ძალიან სწორად პატიოსნად იარვა ამ გზაზე, მგონია რომ ყველაფერს მიაღწევ. მაგრამ რამდენი ბინძური აღმოჩნდა, ვისაც გრემი აქვს და არ ვიცოდით და რაღაცა. არა, ხო, ანუ მე ხო, რო გეთანხმები, მაგრამ ყველას თავის მორალური კოდექსი აქვს, რა? კი ბატონო. და ამიტომ აი მე როგორც მიცხოვრია მაგალითად, რომ არავის ფეხის წამოდებით კარიერა არ ამიწყია, არავის დაუშვათ უბედურებაზე ბედნიერება არ ამიწყია და ასე შემდეგ, ანუ თავს კი არ ვიხებ კაცო, უბრალოდ მე მგონია რომ თუ რაღაცნა ნაბიჯ მიყვები შენს გეგმას და გინდა რომ აი ბოლოს მიხვიდე იმ წერტილამდე, რასაც ქვია ამ შემთხვევაში გრემი,
მე მგონია რომ აუცილებლად მიხვალ და ზუსტად ვიცი რომ მივალ. გესურვებ გულით რომ აიღო გრემი. დღეს მიუხედავად იმისა რომ ხმა გაქვს ფორმაში, იმიტომ რომ დღეები კვირაში რამდენჯერმე და ასე შემდეგ, მაინც აი აქტიურ შოუ ბიზნესში ვერ ხარ, იმიტომ რომ საქართველოში რა ვიცი ფიზიკურად მე მგონი აღარავის ბევრს არ ემღერება, ყოველ შემთხვევაში ვიღაცებს ემღერება. ხომ არ ჩამორჩი თანამედროვე შოუ ბიზნესს, რითაც ხვდები რომ ფეხს ვერ უწყობ თუნდაც ამერიკაში, იმისთვის რომ ეს იყოს თუნდაც დასაწყისი გზა გრემისკენ. ჩამორჩი ნიშნავს რომ რაღაცები გავაკეთე და ჩამორჩენილად გავაკეთე, ანუ ის ვერ გავაკეთე რაც ეხლა და გამეკეთები. მაგრამ გონია რომ აქ ჯერ დიდი ნაბიჯები არ გადამიდგავს იმისთვის რომ მივახციო იმას, აი მაგას რომ მივახციო ზუსტად. ეს ჩამორჩენა არ არის, უბრალოდ პირიქით ვარ ჩამორჩე, რაღაცა მომენტებს ველოდები, რაღაცა საინტერესო შეხვედრებს, ადამიანებთან საუბარს, იმ ადამიანთან, ვინც ჩემზე კარგად იცის. რა უფრო მეტად მუშაობს და აქ უნდა მსმენელს. საჭირო დროს ცდილობ რომ საჭირო ადგილზე აღმოჩნდე თუ კონკრეტულ კონტაქტებზე საუბრობ, ვისგანაც შეიძლება გახვიდე უფრო ფართო კი. ამერიკა არის ეგ ადგილი, სადაც შეიძლება საჭირო დროს მოხდეს საჭირო ადგილს. მაგრამ ამის იმედზე არ უნდა იყო. ეს იგივეა, ხო, ეს ღმერთო გადამარჩინეო და ეს რო იხჭობა კაცი. ხელი რომ შერო და რო არ ცდილობს რომ გაცუროს თუ ხელი გაანდრიოს, ანუ რა თქმა უნდა შენს და ეცადო. რა თქმა უნდა მეც ვცდილობ რომ რაღაცები გავაკეთო. აქ ძალიან ისეთ ამბავს მოგიყვები. გული დამწყდა ერთ მომენტზე, კასტინგი იყო მულენ რუჟის. მულენ რუჟი მაყურებელს აუხსნათ, ნუ ბროდვეის შოუზე საუბარი. მულენ რუჟი არის ბროდვეის შოუ, ფანტასტიკური. ხო და რო წავედი ამ კასტინგზე, მოკლედ ჩავიცი რაღაც ვიმეცადინე და იმ მგონია რომ აუცილებლად ამიყვანენ ეგრევეთან. ანუ გამოცხადა ღია კონკურსი აბსოლუტურად ყველასთვის. მოდით აბა დაგვანახეთ ნიჭი. მათ შემოგობარო, მითხრა რომ მულენ რუჟის ყისორიო კასტინგიო და წადიო რა. და დაახლოებით 1 კვირა იყო და ხო იცი აი სახში საჭესთან ყველგან რო უსმენ, მე ცალკე მეცადინეო ღერი და მგონია რომ მართლა მეყვიან რომ სადიყავი აქამდე კაცი წამოდი. მეორე ხარისხოვან როლზე კი არა. თავარ როლზე აგიყვანთ და მოკლედ რომ მივედი კასტინგზე, დავხდა ერთი პიროვნება, ვინც მითხრა რომ მანახეო შენი ასოციაციის წევრობის ბეიჯიო და რა ასოციაციის ამ მსახიობთა ასოციაციის წევრი უნდა იყო კასტინგზე რომ უბრალოდ შეხვიდეო. და მე ვთხარი არ მაქვს მეთქი. მაშინო ბოდიშ გიხდითო და ვერ შეხვდთო კასტინგზეო და ვეხვეწე რომ ანუ შემიშვიდა მე გავწევრიანდებით ხო რა და იქ გაწევრიანებას დიდი ამბავი ხა ვარკვევ. ხო. ჩემი მეგობარის არკვევს რომ წესი ძალიან მალე უნდა გავწევრიანდე. რაღაც ბევრი ნაბიჯია მოკლედ რა. და დავჯექი კარებთან ახლა და უსმენ აი ამ კასტინგს რო შედიან და მღერიან და მე 1-2 მოვიდა და მითხრა რომ არ შეხვიდეო. იმიტომ რომ შეიძლება უფრო მეტადო იმედი გაგიცრუდეს, იმიტომ რომ თუ ბეიჯი არ გაქვს და შენ ნომერი არ გაქვს და არ ხარ ამის წევრი, უბრალოდ არ მოგისმენენო რა. და შენ მაინც ანუ მცელობა ქონდა რომ შეპარული ხავე და მომისმინე გინდა თუ არა. ეგრე მე აღარ სიმღერებ და ამ ეგეთი მოსმენილი რა თქმა, მაგრამ ხო და მე არ ვიცოდი უბრალოდ ეს ასოციაციის წევრობა თუ იყო საჭირო და აი უბრალოდ იცი რა იყო იმედგაცრუება რომ გონია რომ ძალიან მზად ხარ და აქ რო გაქვს ხო და აი რაღაცა და უცებ ჩაიფუშები რა. ერთ დროს იყავი ძალიან მოთხოვნადი, მომღერალი. ეხა ეს ასე აღარ არის და ეს როგორც შენ ამბობ, ეს არის შენი გადაწყვეტილება კონკრეტული. როგორ ფიქრობ, მაინც შენი კარიერა ამა თუ იმ პოლიტიკამ ხوار აპამპულავა? ადრე თუნდაც წინა ხელისუფლების დროს მღეროდი და იყავი მოთხოვნადი და იყო შენი გადაწყვეტილება რომ გემღერა. ახლაც იქნებოდი, დარწმუნებული ვარ, მოთხოვნადი და ასე ვთქვათ, იქნებოდა ეს საცეცების მცდელობა, რომ იმღერე და კარგად იქნები თუ იყო, ესეც დაგვიდასტურე და აი ამ პოლიტიკურმა გარემომ, მაინც ანუ ამა თუ იმ პოლიტიკამ ხომარ განსაზღვრა შენი ქართული კარიერა. ბოლო 2 წელი რა უბედურებაც ხდება საქართველოში რომ მემღერა და ესე უბრალოდ გამეწყვიტა შუბლის ზარღვი. მაშინ დაგეთანხმობდი რომ კი, მაგრად მაპამპულავ ეს. იმიტომ რომ ეგ ნამდვილად იქნებოდა
რო აგაგდებენ და რო გათხრევენ. მაგრამ მე ვერაზროს ვერ გადავახტები ჩემ თავს და პრინციპებს რა. რომ მე რო დღეს გადავახტე ჩემ თავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ იქნება თუ ზე უბრალოდ შემწყვება საკუთარი თავის პირველ რიგში. უკვე შვილის. და ჩემი შვილის შემწყვება რო გაიზრდება, ჩემი შვილი აუცილებლად მეტყვის, რომ მამა, სად იყავი, რას აკეთებდი ან აქეთ რო ადამიანებს რომ ასისხლიანებდნენ, სიკვდილამდე რომ იყავდათ, იჭერდნენ ტროტუარზე დგომის გამო თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ შენ მე როგორ მიდიოდა იქ როგორ მღეროდი? ხო მეტყვის ამას. მაგრამ ძალიან ჩემი შვილი გაიზრდება და ამ ყველაფერს ნახავს და მეტყვის, მე ხო მეწოდინებოდა რა, რასაც გავაკეთებდი და ამიტომ ვერა. ეს გადაწყვეტილება ერთი რომ ბუნებრივი არის პრინციპული, მაგრამ მეორე მხრივ ეს პირდაპირ ურტყავს მომღერალს ფინანსებზე და თუ დაგარტყა და შენ რომ ამას დათანხმებულიყავი, აი და ეგ თუ იყო შემოთავაზებული, რომ შენ ასე ვთქვათ, ყოფილიყავი ისევ მოთხოვნადი ამ ხელისუფლების პირობებში და რომ დათანხმებულიყავი, როგორ იქნებოდი და როგორ ხარ ახლა? ფინანსურად რა თქმა უნდა, დამარტყა, იმიტომ რომ მეც როგორც მოსახლეობის უმეტესობას მაქვს რაღაც ვალდებულებები საბანკო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა ის რომ გავჩერდი ამან დიდი დაღი დამასვა, იმიტომ რომ არ მაქვს რაღაცა პატარა პასუხისმგებლობები, მაგრამ მუშაობდი საქართველოში. ძალიან სულ მქონდა კონცერტი, სულ მქონდა ივენთი და ასე შემდეგ, ანუ არასდროს არ მიფიქრია რომ ვაიმე რატომ აქ ესეთი ცოტა ივენთი, იმიტომ რომ არ მქონდა ცოტა სულ პირიქით, სულ ბევრი მქონდა და მოსწრებაზე იყავი. კი, რაღაცა ივენთებიც გამომიტოვებია, ასე გასტროლები მქონდა პირველს ამას. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჩვენი ემიგრაცია, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხე-კუნძულს და აღმოჩნდა რომ მათაც ყარები ვარ, იმიტომ რომ სადაც ჩავედი, ყველგან დამხვდა დიდი ოდენობის სიყვარული და სითბო და ამიტომ არასდროს არც ახ არ წუწუნებ, ანუ კი არ წუწუნებ, უბრალოდ გიყვები რომ რა თქმა უნდა ამან დაღი დაასვა ამ ყველაფერს, მაგრამ მირჩევნია ნებისმიერ განვიმუშაო, ვიდრე გადავახტე ჩემ თავს და დავდგე იმ ადამიანების გვერდით, ვინც გეუბნებიან რომ აი მაგალითად მარტივად გეუბნებიან რომ ევროკავშირი არის საშინელება, მაგრამ რუსეთზე ხმას ვერ იღებენ. და ეხა სამაჩაბლოს რომ ფაქტობრივად ერთი ბრძანება აკლია პუტინის რომ მიიერთოს რუსეთის რესპუბლიკამ, ამაზეც როგორი დამოკიდებულება აქვს. ისე კი არ ატეხეს ამბავი რომ ბოლო მოვლენებს გულისხმობს. ამაზეც შვიდათ არიან. აი როგორ შეიძლება ეხა ესეთ ხალხთან დადგე, რომელიც ვინ აი ესე ტროტუარზე რო დგანან, ამის გამო წარმოიდგინე იჭერენ. აი როგორ შეიძლება ეხა ამ ადამიანებთან დადგე და მაგათ გამართულ კონცერტებში მიიღო მონაწილეობა. რა კავშირი გაქვს? მე არ მაქვს კავშირი, იმიტომ რომ აი ბიჭი რო ეგდო მიტინგების დროს სისხლიროს დიოდა და კიდე რო ფეხს ურტყამდნენ და კინაღამ რომ მოკლეს მაისაშვილია თუ არ ვცდები, აი ამ ხელისუფლების კონცერტებზე როგორ უნდა იმღერო? ან მე ეს ჩვენი პატიმრების სინდისის პატიმრებს რო ვეძახით და ნამდვილად ეგრეა, ან იგივე მზია და ასე შემდეგ, ციხეში რო არიან, ეხ მე და შენ აქ ვსეირნობთ და წარმოიდგინე ზუსტად ჩვენაირი ადამიანები, როგორც მე და შენ არ დაგვიშავებია არაფერი, ისე რომ იმათაც არაფერი არ დაუშავებია, ეხა სხედან ციხეში და მე წავიდე და ვიმღერო იმ ადამიანების კონცერტზე, ვინც ეს ადამიანები 2 წლით გამოკეტა. წარმოიდგინეთ რა ქვეყანა ვართ, რომ პაატა ბურჯულაძე ზის ციხეში. აი ვერ გეტყვით რა, ანუ არ ჯობია ეხა იქ სიმღერას რომ მართლა ყველაფერი აკეთო და ყველაფერზე იმუშაო და შენ თავს უბრალოდ არ გადაახტე და შეინარჩუნო ღირსება, იმიტომ რომ ღირსების შენარჩუნება მგონია რომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ღირსებას თუ კარგავ, ხდები უტიფარი და უტიფარ ადამიანზე საზიზღარი და საშინელი არაფერი არ არის. თუმცა არსებობენ შენი კოლეგები, მომღერლები, რომლებიც არც ესე მაინც ღიათ არ უჭერენ მხარს, მაგრამ მღერიან მათ კონცერტებზე და ასე ვთქვათ, ახერხებენ რომ ჩუმად იყვნენ, არანაირი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, შეხედულება არ გაამჟღავნონ, მაგრამ თან მორგებულები იყვნენ აი ამ ყველაფერზე. ამის გამო
თუ გაგიფუჭდა ურთიერთობა შენს კოლეგამ მეგობრებთან. არის ერთი ან ორი ვისთან ურთიერთობასაც ვინ არჩუნ. იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასები არიან და ზუსტად ვიცი დღეს იქიდან ძალიან კეთილები არიან ამავდროულად და არ არიან პოროტები, მაგრამ როგორც სხვადასხვა მიზეზის გამო, დეტალებში ვერ შევალ რა თქმა უნდა, არიან იქ სადაც ეხა არიან. მაგრამ მე ვიცნობ მათ კარგად და ვიცი რომ ისინი არიან ძალიან კეთილები და კარგები და ამ პროპაგანდის რაღაცა მორევში მოყვნენ და დღეს იქნება თუ ხვალ, რა თქმა უნდა, მიხვდებიან სადაც იყვნენ. ზუსტად ვიცი რომ მიხვდებიან. მაგრამ ზოგადად გაგებით ეკიდები მოკლედ. ხო, გაგებით ეკიდები, იცი რა, მე მგონია რომ ყველა ადამიანს თავისუფლება უნდა დაუტოვო და იმის თავისუფლებაში ხელი არ უნდა აფათურო, ვისაც უნდა იყოს ქოცი, ვისაც უნდა იყოს მოცი, ანუ მე არ ვარ მორალისტი, რომ გითხრა რომ ალექს ეხლავე განქოცდი, იმიტომ რომ შენი ცხოვრებაა და რასაც გინდა იმას იზავ რა. უბრალოდ ადამიანს რო არგუმენტებით ელაპარაკები და ის ადამიანი რომ მე გიბრუნებს პროპაგანდის აბსოლუტურად სისულელე ფსევდო არგუმენტებს ვიხვდები რომ ანუ იმდენად როგორ გითხრა ანუ იმდენად მოჯადოებულია რომ შენს კი მე ნერვები გჭირდება რომ ამ დემაგოგიას მოერიოს და ხვდები რომ არა ანუ მას უნდა იქ სადაც ეხა არის და უნდა იყოს ყველა ვარ იქ სადაც გვინდა რომ ვიყოს რომ არავის არ მიცემ უფლებას მე რამე მაიზულოს ან მიჩიჩინოს და არც მე არავის არ დაუწყებ. აი შენ არ უჩიჩინებ, მაგრამ შენთვის თუ უჩიჩინებიათ, რომ რასაკეთებ, რასაპროტესტებ და ასე შემდეგ. მაგრამ მე ნახე რა არის ჩვენ შორის რა განსხვავება. მე ჯერთი უნდა თქვა რომ მე არ ვარ პარტიული. მე სიმღერა დავიწყე შევარდნაძის დროს. მე ნიშას დროს გავაგრძელე სიმღერა და ამ დროსაც ვეროდი მშვენივრად. ოპოზიციის მიმართ რა დამოკიდებულება გაქვს ის? პარტიული კუთვნილება და ფანატიზმი არ მჭირს არც ერთი პარტიისას. ამ საერთოდ არ არის პარტიები არ არის ჩემი ინტერესის სფერო. მოგწონს ისინი თუ არა? რაღაცეები მომწონს, რაღაცეები არ მომწონს. მაგრამ სულ აი რაღაცა ლეღვი პარტია რო აღმოცენდეს ახალი და მეტი არაფერი არ იყოს საქართველოში ოპოზიციურ წავალ და იმას მივცენ ხმას ოღონდ ესენი წავიდნენ. შენი პოლიტიკური შეხედულებების გამო თუ გიგრძნია რომ ფანები დაკარგენ? არა ისი რა საერთოდ ვერ ვიგრძენი რომ რაღაცა მომაკლდა სითბოს და სიყვარულს გულისხმობ. დედას გეფიცები ეხა თუ რამეს ვაჭარბებდე ან თუ რაღაცას ვიგონებდე. ეხა ის ტროლბოტები რომლებიც წერენ და მაგინებენ ზოგი და რაღაცას რომ ეს ჯერთი მინდა უთხრა მათ რომ რამდენიმე ადამიანი ვინ ზუსტად ვიცი, უბრალოდ ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ წყაროს ვერ გავთქვამ. ესე რომ მიღებიან ხოლმე, თურმე გაქანებული ტროლბოტებში მუშაობენ და იქ გიწერენ საშინელებში არიან. კი, ძალიან ახლობლები. თوار გონია რომ გამარჯვებით რო ესალმები მარტო, აი რაღაც ურთიერთობაც რო გაქვს რომ მოიკითხავ, რა შეები როგორ ხარის. ხო, და მე თქვენ დროც მოვა თავის დროზე და ამას ყველა ნახავს და გაიგებს. მარტო მე არ ვიცი ეს ბევრ მაინც. ახალი ამბავი კი არა. ისეთი ვიღაცეები არიან თურმე რომ აი შეიძლება გული გაგისკდეს, აი რო ვერ იფიქრებდი ვერაზე. ადამიანების რო შეგწება რაღაც მომენტში, ხო და სხვათა შორის აი ეს რაღაცა პერიოდებში ხო გვიწევს რა, გასვლა, გამოსვლა ერთმანეთს ხვდებით და იქაც რომ მინახავს როგორ ახარ მოდი კორაშევ და მოუყურე და კარგად შე როგორ ხარ აი და იმას რო გონია რომ შენ ტყემალზე ზიხარ და იმას ჩამაქვია ალუბალს რა ხო და მოკლედ არ მიგხსნია როგორ შემატკივრები დავკარგე ნამდვილად არ მიგხსნია ახალი ამბავია ჯერ ისევ რო რაც мама გახდი ერთი წლისაც არ არის შენი ულამაზესი კესანე გოგონა მამიკო მიყვარხარ ძალიან მენატრება კი ბატონო როგორ ფიქრობ შენი გოგონა როგორ ქვეყანაში დაიბადა და როგორი ქვეყანა იქნება მაშინ როდესაც ის თინეიჯერი იქნება ხო დაიბადა ეპოქაში როცა კიდევ ერთ-ერთი მცდელობაა რომ წავიდეთ ისევ რუსეთისკენ ესეც ცდილობი ხო ბევრჯერ იყო ავახწევდით თავს ვითრევდნენ ავახწევდით თავს ვითრევდნენ ავახციეთ თავი ეხა ცდილობენ რომ შეგვითრიონ ხო ამასობაში ხო არ დაბერდი ამასობაში ნერვიულობამ დამაბერა ოღონდ მართლა ანუ კარგავს ნუ თავს ეხა ხუმრობ მაგრამ ემოციურად ძალიან
აი სავსე ვარ, როგორ გითხრა, აი ამ ემოციებმა დამღალა, იმიტომ რომ ამდენ უსამართლობას რო უსმენ და უყურებ, რა თქმა უნდა, ადამიანი თუ ხარ, განცდები გაქვს ეხლა, თუ განცდები არ გაქვს და გრძნობელობა არ გაქვს რაღაცებზე, რასაც ხედავ, ესე იგი, ნუ, რა ვიცი, მაგას რა ქვია, ხო და ჩემი შვილი დაიბადა ჩემს ყველაზე საყვარელ სამშობლოში, საქართველოში, რომელიც მიყვარს ყველაფერზე მეტად ქოცების პირობებშიც და ნებისმიერ დროს და ანუ ჩემს არის საქართველოს საქართველოს რაც ჩემ თავზე მეტად მიყვარს მართლა და მინდა რომ აი კესანე რო გახდება თინეიჯერი უკვე და ალბათ ყველა ერთად იმიტომ ვიბძვით და იმიტომ იბძვიან ადამიანები ვინც ყოველდღე იქ დგანან და აპროტესტებენ ამ ყველაფერს რომ ჩვენც მოვესწროთ იმ დროს როცა ესეთ თავისუფალ ქვეყანა გადაიქცევა საქართველოს და ჩვენი შვილებიც გარანტირებულად მოვასწროთ იმ დროს როცა აი ეს რაღაც ხშირად ვახსენე მაგრამ იმიტომ ვახსენე ხშირად რომ არ შეიძლება ადამიანი ტროტუარზე დგომის გამო დააკავო. ნაციონალური მოძრაობის დროს რაზე გესკდებოდა გული, რაზეც აი მიხვდი იმ ხელისუფლების დროს, რომ შენ აღარ შეგეძლო სიმღერა თუნდაც სახელმწიფო კონცერტების დროს. ეხლა ვიგეთქვი. ახლა ნაცების დროსაც ესე იყო, თუ არ იყავი ნაცი, იყავი კოცი და კოცების დროსაც თუ კოცი არ ხარ, ხარ ნაცი. და ეხლა ეს უკვე იმენა პროპაგანდისტულია, რომ მე სამიკითხავ შენ აცო დაუწერი. სად იყავი მაშინ ის უსამართლობებზე? მაშინ და მე ვიყავი ალბათ ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც ვამბობდი, რომ ძალიან სწორია, რომ შეიცვალა ხელისუფლება. იმიტომ რომ არ შეიძლება დემოკრატიულ სახელმწიფოში, ქვეყანაში ერთ და იგივე პარტია მართავდეს ქვეყანას, ну ჩემი გადასახედიდან ალბათ 8 წლის ზემოთ. იმიტომ რომ ესეთ ქვეყანაში მე აუცილებლად ავტორიტარიზმი იყიდებს ფესვებს და მე ეს ყველაფერი უფრო მძაფრდება და გადადიხარ დიქტატურაში. და მე ვამბობდი ამას, რომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. აუცილებლად უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ სხვანაირად დემოკრატიულ სახელმწიფოდ ვერ ჩამოვყალიბდებით რა. დღეს აი ნოდიკო ტატიშვილი მაინც როგორც მომღერალი დაიჩაგრა საქართველოში. არა, საერთოდ არ თავზე ჩაგროლა. არა, ეხა მეუბნებიან ხოლმე რომ შენ დაბლოკილი ხარ, ხო და ანუ ვის აქვს უფლება დამბლოკოს ეხა ამათ მარო დამბლოკონ, ხო თავი უნდა მოვიყლა, ანუ როგორ შეიძლება დამბლოკონ, ანუ ან მითხრან რომ შენ არ იმღერებ. ან მე თვითონ არ მაქვს არანაირი სურვილი რომ ვიმღერო სახელმწიფო პროექტებში. სამშობლოს ეს მძაფრი აღქმა, სამშობლოს გადარჩენის და მასზე ბრძოლის ეს მძაფრი აღქმა, აი საიდან გაქვს მშობლება ჩაგინერგეს ბავშვობიდან თუ აი რაღაცა ეს მოიტანა დრო. რა თქმა უნდა, გონია რომ აღზრდიდან მოდის სამშობლოს სიყვარულიც, ადამიანების სიყვარულიც და ასე შემდეგ. და ჩემი ოჯახიდან რა თქმა უნდა, ვისწავლე რა არის სამშობლო, რა არის საქართველო, რომ საქართველოს ჩემი იცი რა დროს დავიბადე, 86 წელს დავიბადე და მახსოვს ეს 90-იანებში ჩემი თვალით ხედავდი ეს წითელი ტყვიების სამოქალაქო ომის პერიოდია და მთელი ამბავია და ეს წითელი ტყვიები გადადიან, გადმოდიან თბილისზე და ანუ ამ კითხვებს ხოსვამ რომ რა ხდება, ანუ აშკარად ახალი წელი არ არის. ფებრუარი არ არის, ხო რაღაცა რა ხდება და მაშინ დედას და მამაც მიყვებოდნენ ხოლმე რაღაცებს, ეხლა რამდენად შეიძლება ეხლა 4 წლის და 5 წლის ბავშვს მოუყვე, ხო ეხლა? ზემ ძაფრად ვერ მოუყვებ, იმიტომ რომ ვერ დაეწევა ამ ასაკის ბავშვი და მე მახსოვს რომ ჩემმა მშობლებმა წამიყვანეს 9 აპრილი რომ მოხდა, თვალში ჩამსჭა კადრებად ყვავილებით გადაჭედილი პარლამენტის წინა ტერიტორია და ადამიანები რომლებიც სტიროდნენ და მაშინაც დავშვი კითხვები, ანუ რატო ტირიან, რა მოხდა, ასე შემდეგ და მე ჩემს გარშემო რაღაცნაირად სულ ისეთი ადამიანები იყვნენ, ვისაც სამშობლო იყო ერთ-ერთი ყველაზე ისეთი თავარი ღირებულება სკოლაშიც მაგალითად. არაჩვეულებრივი ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი მყავდა, ვინც კიდევ
ძალიან ბევრი რაღაცა გვასწავლა, რომ გამოგვეტანა ანალიზი, რომ ვინ არის სინამდვილეს ჩვენი მტერი. შენი კარიერა მაინც ამერიკას უკავშირდება თუ საქართველოს და უფრო მაინც აი ქართველი მომღერალი ხარ, ქართველ აუდიტორიაზე მორგებული თუ შეიძლება შენი რეპერტუარი ისე როგორია გეგმა, მონახაზი თქვენში რომ უფრო მაინც ამერიკელ მაყურებელზე გადაერთო. ან თუ ფილარმონიას რო ვერაფერი შეცვლის, ეგ ვიცი. იცი ხო? ხო, ჩემი ყველა საყვარელი დარბაზია. ბოლოს ვიმღერე 2024 წლის მარტში. ისე ხშირად ვთქვამთ მომღერლებს, რომ აი 1000 სადაც არ უნდა იმღერო რომელიმე ქვეყანაში, აი ქართული მაყურებელი მაინც აი ფილარმონიის დარბაზში ყველაზე მეტად ღელავენ და იმიტომ რომ ქართველი მსმენელი მართლა გემოვნებიანია თუ უბრალოდ უმისამართოთ კრიტიკოსი არის და უზომოთ კრიტიკოსი, სადაც კრიტიკაში ზომა არის. რაღაცნაირ დარბაზია. ჯერ ერთი ძალიან გამჭვირვალე ხარ ყოველთვის როცა სცენაზე ხარ, მაგრამ გაჩნია ხო? და თუ მღერი სადღაც ივენტზე, სადაც ადამიანები სვამენ და ასე შემდეგ, იქ სხვანაირად ისმენ. მაგრამ ფილარმონიაში რო ზის მსმენელი, ის არც ჭამს, არც სვამს, ის ზის, გიყურებს და ესმის ყველაფერი. ვერაფერს ვერ გამოაპარებ. შენც არის ჰარალოზე ვერ იქნები, უნდა მოიჭიმო ცოტა. უნდა აჩვენო შენი კლასი და უნდა იყო მოწოდების სიმაღლეზე. ამიტომ ამბობ ხოლმე, რომ პირველად 6 წლის დავდექი ფილარმონიის დარბაზში და მახსოვს ძალიან ნერვიულობდი და 27 წლისაც რო დავდექი, მახსოვს რომ პულსი მქონდა რაღაც წუთში 100, 120, 110 არ ვიცი. ეგ არის რაღაც რაც არასო შეიცვლება. არა, და არც უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება ადიოდეს სცენაზე და შენთვის იყოს სულები. კი ბატონო, ჩემს წინა კითხვას მიუბრუნდეთ, შენი გეგმები ქართულ მაყურებელზე. როგორც მოითხოვს, ჩემი შემოქმედები იქცა იმის მიხედვით. ის რომ მე საქართველოსთან ყოველთვის კავშირში ვარ და ვიქნები ეს გარდაუვალია. არ აქვს მნიშვნელობა ეხა ამერიკაში ვარ თუ სად ვარ. მაგრამ აქ თუ რაღაც გზები გაიხსნა ჩემთვის, მეგონია რომ აქ გზების გახსნა ორმაგად უფრო დიდი სახელის მომტანი შეიძლება იყოს ჩემი ქვეყნის. ვინ არის მომღერალი სოფლიოს მასშტაბით, ცოცხალიან უკვე გარდაცვლილი, ვის სახმოიოგებსაც დიდი სიამოვნებით აიღებდი და ჩაისვამდი შესაძლებელი. ეგეთი ერთი არ არის. რამდენიმეა. გულისხმობ შენი საყვარელი. ერთი მადლობა ღმერთს ჩემი იოგებისთვის და იმისთვის რაც მომცა გულისხმობ ამ მუსიკალურ. მაგრამ ჩემთვის ყოველთვის გამორჩეულად საყვარელი და მგონია რომ შეუდარებელიც ხო არის და იქნება ვიტნი ჰიუსტონი. როგორც ვოკალისტი, როგორც მომღერალი, როგორც The Voice, როგორც აწერია სხვათა შორის მის საფლავს, რომელსაც არაერთხელ ვსტუმრობ ხოლმე პერიოდულად ნიუ-ჯერსიში. მე სადაც ვცხოვრობ, იქ დაახლოებით 15 წუთში გვერდითა ქალაქის სასაფლაოზეა დაგდაუნდა. მე 2 საათის გზის გავლა მიწევს ხოლმე. ხო, ორჯერ ვარ ნამყოფი და კიდევ მივალ აუცილებლად, იმიტომ რომ მგონია რომ ეს იყო მომღერალი, როგორც უბრალოდ ვეღარ გამეორდა ამ წლებშიც და ალბათ ვეღარც გამეორდება. ცოცხალი ლეგენდა ჩემთვის ვისთან უბრალოდ აი შეხვედრას და თუნდაც ერთი ფრაზის სამღერება ჩემთვის იქნებოდა ალბათ უდიდესი საჩუქარი სტივი ვანდერი არის მაგალითად, რომელიც ჩემთვის ასევე ნომერ პირველია. შენთვის ვისი სიტყვაა კანონი ამ ცხოვრებაში? კანონი? აი წყალი რო არ გაუვა ის ვინმე ჩემი სიტყვაა კანონი ჩემთვის. კანონი რასაც ქვია, ეს არის ჩემი სიტყვა. მაგრამ აი ვისი სიტყვაც ყველაზე გასათვალისწინებელია. არსებობენ ადამიანები, ვისაც ვუსმენ არა დავუშვათ მუსიკალური მართულებით მარტო. ზოგადად და მაინტერესებს ეს რა თქმა უნდა არიან ოჯახის წევრები. და ჩემი მეგობრები. ბავშვობიდან მოყოლებული რა თქმა უნდა დედას სიტყვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის მამა რა თქმა უნდა მამასთან ერთად, მაგრამ დედას უფრო ჰქონდა დრო იმისთვის რომ ევეტარებინე მუსიკაზე. თან პედაგოგიკალია როგორც ვიცი ხო და სკოლაში რო დავდიოდი თან და ბავშვობაში კონცერტები რომ მქონდა, მე ვუმნეოდა რომ ეს კონცერტები ვერ გიშველის. შენ თუ არ მიიღებ განათლებას, შენ თუ არ ისწავლი, შენი მოსმენა არავის არ მოუნდება. და ეს მითხრა და ეს რაღაცნაირი კოდივით ჩამიდო თავში. და მახსოვს პირველ კლასში ვიყავი და გვიან მივედი და
უთხარი რომ ხვალ სკოლაში იქნებ არ წავიდე თქო და მითხრა რომ სირცხვილია შენ თუ ესე უნდა გააგრძელო მაშინო სიმღერას აზრი აღარ აქვს აჰა და ეს მაშინ რაღაცნაირად ჩამიბეჭდა აი მართლა რაღაცნაირად ჩამიბეჭდა თავში და მივხვდი რომ მე უნდა მესწავლა კარგად აჰა და ნუ კარგადაც ვისწავლე სკოლას კარგად დავამთავრე, მე უნივერსიტეტს კარგად დავამთავრე, უნივერსიტეტი და ფაკულტეტზე და სახელმწიფო მართვის მოხელე. შენი ქარიზმა რა არის, როგორც მომღერლის და როგორ ფიქრობ, ამერიკელი მომღერალი რო იყო, ამერიკაში რომ დაბადებულიყავი, უფრო ფართო ასპარეზი გექნებოდა და მეტი შანსი რომ ყოფილიყავი მსოფლიო ვარსკვლავი, თუ ამ დიდ კონკურენციაში ჩაიკარგებოდი და შენი სახელი და გვარი არავის ეწოდინებოდა. რატო საერთოდ არ ჩავიკარგებოდი ან თუ გავაკეთებდი ჩემ ამერიკულ კარიერას არ ვიქნებოდი რიგითი. აჰა. იქნებოდა ერთ-ერთი მოწოდების სიმაღლეზე ყოფი არტისტი, როგორც ვარ საქართველოში. ამ გადაცემაში ხდება ხოლმე ერთი ადამიანის მოკითხვა, მოიკითხე, კამერას შეხედე, მოიკითხე ადამიანი. მამიკო მიყვარხარ კესანი ჩემი ცხოვრება, მა. ძალიან მიყვარხარ. როგორი გოგოა კესანი, ეს ვიზუალურად ძალიან გავს მამას. ხო, ესე ამბობს ყველა და მე ეგოისტურად მიხარია. ძალიან ჭკვიანი გოგოა. არ არის უაზროდ მტირალა. არ არის რაღაცა პრობლემატური. თუ ეძინება, გაგზნობინებს რომ ეძინება, ცოტა წუხს და მიხვდები ეგრევე რომ დააძინო. სმენა ხო არ გამოცადე თუ ჯერ ადრეა? ღერის, ოღონდ რა თქმა უნდა, ეხლა ვერაფრით ვერ მიხვდები სმენა აქ თუ არა, იმიტომ რომ რაღაცებს ღერის ყელს მოიღერებს ხოლმე და ეხლა მიგზავნიან ხოლმე ვიდეოებს, ჩემს კლიპებს ურთავენ და უყურებს ხოლმე და ანუ სურო ზურგით იყოს ტელევიზორთან ტრიალდება და ესე უყურებს და მე იცინი და უხარია და ანუ ალბათ ცნობს რა და ალბათ რა ცნობს, იმიტომ რომ სანამ პირველად წამოვიდოდი 2 თვე ნახევარი ფაქტობრივად რა სულ ერთად ვიყავით და როგორც შობელი, როგორც მამა, ანუ ზრდიდი, ბანდი, ვაჭმევდი, უცვლიდი და ანუ ჩვეულებრივად წესით უნდა მცნობდეს, იმიტომ რომ ხარო ჩავედი 12 დღით თბილისში. არის რომ გაიღო, ძიძას ეჭირა ხელში და პირდაპირ მიყურებდა და წამოიღო ხელები ეგრევე. წამოვიდა და ჩამეხუტა და არც ქონია ის მომენტი მე რომ ან არ მომკარებოდა, ან რაღაცა ეუცხოა, ან რაღაც პირიქით. ესე სახეზე ისე დამიწყო მე მოფერება რაღაცა. მივხვდი რომ ესე იგი მამის სუნი იგზნო. ნორმალში მადლობა იმისთვის რომ დამითმე დრო და ხარ ამ გადაცემის სტუმარი. მართლა მომწონს შენი გადაცემა და რომ მითხარი რომ სტუმარი უნდა ყოფილიყავ, ეგ რაღაცნაირად გამხარდა, იმიტომ რომ საინტერესოა. ზოგადად რო უყურებ ხოლმე და ემიგრანტების ცხოვრება და მათი ისტორიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მადლობა. უღმესი მადლობა გისურვებ წარმატებებს და ბედნიერ საქართველოში, თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას, ამერიკაშიც იმისთვის რომ მიაღწიო იმ გეგმას, რასაც ქვია გრემი. კარგად ზამდებოდეთ. დიდი და მოგაწინე შენ მანქანაზე დაგაჯარიმებდნენ მე მგონი. გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით მიკროფონი. დაგვიანებულო სტუმარო ნოდიკო დადეშვილო. წარმატებები. ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა. მე გემშვიდობებით ერთი კვირით. არ დაგავიწყეთ რომ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში, მოგძებნეთ YouTube-ზე და გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოგჩეთ სიახლეები და ნახოთ ამ გადაცემის სრული ვერსია. დროებით.